გარდამტეხ ცვლილებათა ეპოქაში განსაკუთრებული სიცხადით იკვეთება იმ ცნებათა საჭიროება, რომელთაც ცალკეული ადამიანების თუ ერების, ქვეყნების შემაერთებელ შემადუღამებელი მისია აქვთ და შეუძლიათ გადარჩენაში, იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დაეხმარონ მათ. ერთ-ერთ ასეთ მისიონერად დიდ ქართველ მოაზროვნეს გერონტი ქიქოძეს მიაჩნდა ენა, ეროვნული ენერგიის წყაროსთვალი, რომელიც არა მარტო ცოცხალ თაობებს აკავშირებს, არამედ ერთი მეორეს უახლოვებს წარსულს, აწმყოს და მომავალსაც. ერთ მოსაზრებას შეგახსენებთ მის მიერ 1914 წელს ორი უსასტიკესი მსოფლიო ომის დაწყებამდე გამოქვეყნებული შესანიშნავი წერილიდან ენა და ეროვნული ენერგია. მაშინაც გარდამტეხ ეპოქაში, ყალღზე შემდგარ მსოფლიოში, ქართველ მამულიშვილთა წინაშე წვავედ იდგა ქართული ენის გადარჩენა შენარჩუნების საკითხი. ენერგიული ერები, წერდა ქიქოძე, ფრანგები, ინგლისელები, რუსები, გერმანელები თავიანთ ენას თანდათან უფართოებენ სამოქმედო ასპარეზს, როგორც ამას ძველი რომაელები შვებოდნენ. როგორც ერთ დროს ლათინური, ისე ახლა ეს ენები სცილდება ნაციონალურ საზღვრებს და ინტერნაციონალურ კუთვნილებად იქცევა, ვინაიდან ენა უფრო ბასრი იარაღია, ვიდრე შუბი ან ხმალი. ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი კი წუხს ავტორი თანდათან შევიწროვდა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, შეირყნა და გადაგვარდა უცხო ელემენტების გავლენით. არადა წმინდა ქართული ენა, დიდარი, კულტურული და კეთილხმოვანი, ჭეშმარიტად ღირსია მეტი პატივისცემისა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. ნამდვილად ღირსია დიდი პატივისცემისა ჩვენი ენა, რომელიც დღეს ენათა ციფრული ყდომის, მათი ციფრული ყოფნა არ ყოფნის საუკუნეთ წოდებულ 21 საუკუნეში ახალი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ნება მიბოდეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, რომელიც ციფრულ ეპოქაში ქართული ენის სრულფასოვანი არსებობისთვის მებრძოლი ლეგიონის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია. მივესალმები მანანა თანდაშვილს. მოგესალმებით, ქალბატონო. მანანა, ციფრულ ეპოქაში სად ვართ, სად არის ქართული ენა და რა ადგილი აქვს მას, ამაზე შემდგომ განვაგრძობთ საუბარს. მანამდე მინდა ძალიან გავიგო თქვენი აზრი იმ საგანძურის შესახებ, რასაც წარმოადგენს ქართული ენა. რა ენა, რა საგანძურს ფლობთ და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მას? მოგესალმებით ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამომეთქვა ჩემი მოსაზრება თქვენს გადაცემაში. ენა არის ადამიანის არსებობის განუყოფელი კომპონენტი. არ არსებობს ადამიანი ენის გარეშე და ის უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ენაში წარმოგვიდგენია. ენას ახასიათებენ როგორც ნიშანთა სისტემას, ფონემები ქმნიან სიტყვებს, სიტყვები ქმნიან წინადადებებს და წინადადებები ქმნიან კონტექსტს. ჩვენ გამოვთქვათ ჩვენს მოსაზრებას. თუმცა ენა არის კომუნიკაციის იარაღი, კომუნიკაციის საშუალება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ენებს ყველას გააჩნიათ სტრუქტურა, ყველა ენა არის კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ ის რაც განასხვავებს ერთ ენას მეორე ენისაგან, ეს არის ის ფაქტორი, რასაც ჩვენ კოგნიტურ სფეროს ვეძახით, ხომ ჩვენ კოგნიტურათაც ვარსებობთ, ჩვენ ვაზროვნებთ და სწორედ ეს განაპირობებს ენის მნიშვნელობას ერისათვის, იმიტომ რომ სწორედ ენაში აისახება მსოფლ მხედვა, როგორ აღვიქვავთ ჩვენ გარე სამყაროს. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვეყვანო ამისათვის, ის ენები, რომლებიც ვთქვათ ჩრდილოეთში არსებობენ და ადამიანებს უხდებათ სხვა გარემოში მოღვაწეობა, იმ ენებში არსებობს ძალიან ბევრი სიტყვა თოვლის აღნიშნული. ის ენები, რომლებიც სწორედ იმ ქვეყნებში არსებობენ, სადაც ტროპიკული წვიმების ასეთი სიმრავლე არის, იქ არსებობს ძალიან ბევრი სიტყვა წვიმის აღნიშნული. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ იდიომატურ გამოთქმებში ფიქსირდება ჩვენი ენის ფილოსოფია, ასევე მყარ გამონათქვამებში შესაბამისად აისახება ენა
წინაშე ყველა ის ცოდნა, რომელიც ერმა გამოიარა ისტორიულად, რომელიც მეხსიერებიდან მეხსიერებაში გადაეცა თაობებს და შემოინახა. ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომლის მეშვეობითაც არსებობს ინდივიდი და რომლის მეშვეობითაც არსებობს და ფუნქციონირებს ერი. ეროვნული ენის არსებობა და მისი მოფრთხილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დღეს განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში, იმიტომ რომ თქვენ სწორად ბრძანეთ 21 საუკუნემდე საოცარი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი კაცობრიობა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა ინდუსტრიალიზაციის პერიოდი, შემდეგ არსებობდა ატომის პერიოდი და ატომის საუკუნე. დღეს ჩვენ ვართ ციფრული ინფორმაციის საუკუნეში. თუ ჩვენ არ წარვდგებით ციფრულ სამყაროში ღირსეულად, ანუ თუ ჩვენ ფეხს არ აუპამთ იმ გამოწვევებს და იმ მოთხოვნებს, რომელსაც ციფრული სამყარო უყენებს დღეს ნებისმიერ ენას, მაშინ ჩნდება საშიშროება იმისა, რომ ჩვენ სრულფასოვნად ვერ მოვახერხებთ ფუნქციონირებას. ერთი მხრივ არსებობს ფიზიკური სამყარო, რეალური სამყარო, როგორც მაგალითად ჩვენ დღეს ამ სტუდიაში და მეორე მხრივ არსებობს ციფრული სამყარო. პრაქტიკულად ეს ორი პარალელური განზომილებაა და სამწუხაროდ დღეს უკვე ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და გლობალიზაციამ შექმნა ის მოცემულობა, რომ ის რაც არ არსებობს ციფრულ სამყაროში, ის რაც არ იძებნება, ის ზოგადად უკვე დაკარგულია. ის აღარც არსებობს რეალურ სამყაროში, იმიტომ რომ ეს კავშირი რეალურ სამყაროსა და მის ასახვას შორის უნდა იყოს უწყვეტი. სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ გავქრებით. შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ მცირე ერების შემთხვევაში ენები, რომლებმაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად უნდა შეძლონ ამ გამოწვევებთან გამკლავება. რას ნიშნავს ციფრული სიკვდილი? რა არის ინდიკატორი იმისა, რომ შეიძლება ენამ აღარ იარსებოს ციფრულ სამყაროში და ამ პარამეტრების და ინდიკატორების მიხედვით სად არის ქართული ენა? ციფრული სამყარო ჩვენგან მოითხოვს მთელი ჩვენი ცოდნის, ჩვენი ენობრივი რესურსების გაციფრულებას, რომ იგი წვდომადი იყოს და ღია რესურს წარმოადგენდეს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. სხვათა შორის 2001 წელს ბუდაპეშტში შეიკრიბნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში მუშაობდნენ და პირველად ცდილობდნენ, რომ შეექმნათ ციფრული კვლევის მეთოდები, გაეციფრულებინათ ის რესურსები, რომელზედაც ისინი მუშაობდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ ღია წვდომის კონცეფცია. პრაქტიკულად ის რაც იქნებოდა, გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ის კვლევის შედეგები, რომელიც იქმნება, ეს მაინც შეზღუდულია, მხოლოდ სამეცნიერო სფეროსთვის არის ხელმისაწვდომი, მოგეხსენებათ ქაღალდის, ანუ ბეჭდური რესურსები შედარებით ძნელი, გასავრცელებელი იყო, განსაკუთრებით აი წარმოედგინეთ საბჭოთა პერიოდში ჩვენ ხომ არ ჰქონდა საშუალება არა, ვთქვათ, გვენახა ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა, ჩვენი ინტერესების სფეროში იყო. შესაბამისად, თვითონ ინტერნეტის განვითარებამ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ამისი შესაძლებლობა შექმნა და დაიწყო ასეთი ციფრული რევოლუცია. ყველაფერი შევიდა ინტერნეტში, მაქსიმალურად აისახა ნებისმიერი სახის რესურსი ინტერნეტში, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია მეცნიერების დემოკრატიზაცია. იმიტომ რომ ყველა ის რესურსი, ყველა ის ტექნოლოგია, ყველა ის ხელსაწყო, რომელიც შეიქმნა მეცნიერებაში კვლევისათვის და ეს გარდაუვალი პროცესი იყო და აუცილებლად მოხდებოდა მეცნიერების ტექნოლოგიზაციაც, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა. მეტიც ღია წვდომის კონცეფციამ, რომელიც სწორედ 2001 წელს შეიქმნა, შემდგომში სათავე დაუდო ღია მეცნიერების პრინციპს და დღეს პრაქტიკულად ღია მეცნიერების ღრუბელი გაჩნდა ევროპაში, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ შექმნილი რესურსები რომ არ იყოს გაბნეული, ასე ვთქვათ, სამყაროში და ის ძნელი მოსაძებნია, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ინფორმაციის ოკეანეში ვცხოვრობ და ძალიან ძნელია ზუსტად მიხვიდე იმ ინფორმაციამდე, რომელიც საჭირო არის კონკრეტული საკითხის საკვლევად. ამიტომ ღია მეცნიერების ღრუბელმა შესაძლებლობა შექმნა პორტალი, სადაც ხდება ატვირთვა, სადაც
სადაც ხდება, ასე ვთქვათ, განთავსება ყველა იმ რესურსისა, რომელიც იქნება ამა თუ იმ ენის შემთხვევაში. უკაცრავად და ეს ღრუბელი ახლა რომელიც თუ მე სწორად გავიგე, უაღრესად დახვეწილ ტექნოლოგიებს გულისხმობს და დახვეწილ პროცესს ვერ იცავს ენებს დომისგან, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაცია გვაქვს და მე მინდა რომ ყველას აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ამ 7000 ენიდან რაც დღემდე არსებობს, ნახევარზე მეტი, 2800-ზე მეტი ენას ემუქრება საფრთხე, არა? აი ამ ყდომის პროცესზე ვილაპარაკოთ, ეს ღრუბელი ვერ იცავს ესე. ღრუბელი ვერ იცავს ამას, იმიტომ რომ ღია მეცნიერების ღრუბელი შეიქმნა იმისათვის, რომ საშუალება მისცეს მსოფლიო მასშტაბით ენის ტექნოლოგიებისა და ენის რესურსების თავმოყარს. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც არა მხოლოდ ტექსტებს მოიპოვებთ თქვენ, არამედ იმ ტექნოლოგიების გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელიც იტვირთება. თავს იყრის აქ უკვე არსებული რესურსები. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ საფრთხეში მყოფი ენების საკითხს, შემუშავდა მთელი კონცეფციები, დოკუმენტირების, ელექტრონული დოკუმენტირების კონცეფციები, მეთოდები შემუშავდა, ტექნოლოგიები შემუშავდა, როგორ შეიძლება რომ დავიცვათ ეს ენები გაქრობისაგან ერთი მხრივ იმით რომ მოვახდინოთ მათი სრული დოკუმენტაცია, იმიტომ რომ ენის გაქრობა იწვევს კულტურების გაქრობას. როგორც კი ქრება ენა, ქრება სწორედ ის ბირთვი, რომელიც განსაზღვრავს კულტურას, განსაზღვრავს ეროვნულ იდენტობას, შესაბამისად, აი ამის შემოსანახად შეიძლება ყველა ენის შემთხვევაში ჩვენ ვერ დავიცვათ ეს ენები გაქრობისაგან, ეს ძალიან რთული მოცემულობა არის და ყოველთვის გარედან ვერ დაეხმარებით, თუ თვითონ სოციუმი არ არის მოწოდებული ამისათვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი რესურსები ჩაიდო, ფინანსური რესურსები ჩაიდო საფრთხეში მყოფი ენების გადასარჩენად. აი კრიტერიუმებზე გკითხეთ, რა კრიტერიუმების მიხედვით ადგენენ ესა თუ ის ენა დგას თუ არა, ასე ვთქვათ, საფრთხის წინაშე. და ქართულთან დაკავშირებით, რომელი კრიტერიუმების მიხედვით ვსჯელობთ ქართულ ენაზე? ზოგადად დასაწყისში იყო ესეთი პოლარული ცნებები, რომ ენა არის ან დაცული, ან ის იმყოფება საფრთხეში. სწორედ ამ კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ არსებობს საფრთხეში მყოფობის სხვადასხვა საფეხური და 6 საფეხურიანი სისტემა შეემუშავა იუნესკომ კვლევების საფუძველზე, რასაკვირველია, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თვითონ სტატუს, ენის სტატუს, არის ეს სახელმწიფო ენა თუ რეგიონალური ენა, ანუ რა სტატუსი გააჩნია, ხომ? ჩვენი ქართული ენა სახელმწიფო ენა გახლავთ. არის თუ არა ნორმირებული ენა, ანუ არსებობს თუ არა გრამატიკა, რომელიც, თქვათ, ნორმებს აწესრიგებს, ესეც გაგვაჩნია. მეორე საფეხურზეც ავედით. შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, იქნება თუ არა ლიტერატურა ამ ენაზე, ესე ვთქვათ, რამდენად არის კულტურაში გამოყენებული ეს ენა. მე აქ გულისხმობ, თქვათ, მუსიკალურ, ასე ვთქვათ, სფეროს, თეატრალურ სფეროს და კიდევ უამრავ სხვა სფეროს, სადაც ენის მეშვეობით ხდება სწორედ ეს, ასე ვთქვათ, თვითონ ამ დარგების განვითარება. ესეც გაგვაჩნია და დიდი, ასე ვთქვათ, ზომით, ხომ? რამდენად არის გაციფრულებული ესა თუ ის ენა და როგორ ფუნქციონირებს ის ციფრულ სამყაროში. ცოტა შორს რომ წავიდე, თავის დროს ენათა კლასიფიკაცია ასე გამოიყურებოდა, იყო გენეალოგიური კლასიფიკაცია, ანუ ენა, რომელი ენობრივი ოჯახის წევრი არის, მოყვებოდა შემდეგ დამწერლობის მქონე ენები და დამწერლობის არ მქონე ენები და დღეს პრაქტიკულად ამას დაემატა იურიდიული სტატუსი, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია, ვთქვათ, სტატუსის მქონე ენები უფრო დაცულები არიან ბუნებრივად. საქართველოში ქართული ენა და აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენები, ორივე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია. შემდეგ მოდის რეგიონალური ენები, შემდეგ მოდის ლოკალური ენები, თუმცა არსებობს კიდევ უფრო მაღალი საფეხურის საერთაშორისო მოხმარების ენა. ისინი გაცილებით უფრო დაცულები არიან. იმათ სხვა პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო იმ ენაზე ლაპარაკობს, მე ამ შემთხვევაში ინგლისურს გულისხმობ, იმას კიდევ სხვა საფრთხე აქვს, რომ რაღაცნაირად
ძალიან აიჭრა ენის გრამატიკაც და სისტემას და ლექსიკაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ერი იღებს მონაწილეობას ამ ენის რეალიზაციაში. საკომუნიკაციო ენის შექმნაში. აი ზუსტად, აი რაღაცნაირად იცით, აი თითქოს გაიფილტრა, ცოტა გაღარიბდა ლექსიკაც, რაღაცა მოერგო ყველა ქვეყნის მოთხოვნებს და ცოტა გამარტივდა, აი გამარტივებისკენ წავიდა, ცოტა გაღარიბებისკენ წავიდა. და აი ამ განზომილებაში სწორედ ახალი კრიტერიუმი შემოვიდა და დაემატა, ეს არის ციფრულ სამყაროში სრულფასოვანი ფუნქციონირების მიხედვით ხდება ენათა დაჯგუფება და ჩვენ გვაქვს უხრესურსიანი ენები ერთი მხრივ და გვაქვს მწირე რესურსიანი ენები. აი აქ უკვე გაგვიჭირდა. მეხუთე საფეხურს. კი, აქ უკვე გაგვიჭირდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ქართულ ენასთან მიმართებაში ის სტატუსი, რომელიც დღეს მიმოქცევაშია, არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებაში, არამედ ზოგადად, არის მე ვიტყოდი უსამართლო და არასწორი და რატომ? ამ დიქოტომიაში უხრესურსიანია ენა თუ მწირე რესურსიანი, არსებობს ორი მოსაზრება. ერთი არის მეცნიერული, ასე ვთქვათ, შეფასება და მეორე არის წმინდა პრაგმატული შეფასება. ძალიან მოკლედ დავახასიათებ, მე ჩამოვთვლი იმ პარამეტრებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ მწირ რესურსიანი ენები არის ის ენები, რომლებსაც არ გააჩნიათ ციფრული რესურსები, ან არ გააჩნიათ საკმარისი ციფრული რესურსები, ან ხაზი მინდა გავუსვა, არ იძებნება ის ციფრულ სამყაროში. მეორე ეს გახლავთ, რომ იგი არ არის კომპიუტერიზებული, შესაბამისად, სავარაუდოდ იგი არ არის მაღალი იურიდიული სტატუსის მქონე ენა და შესაბამისად არ გააჩნია ნორმირებული გრამატიკა. მესამე ეს გახლავთ სკოლაში, მისი ანუ საგანმანათლებლო სისტემაში, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, მისი ფუნქციონირების სასწავლო პროგრამებში დიგიტალიზაციის კომპონენტის რამდენად არის შეტანილი და ასახული და მეოთხე კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ არის თუ არა ეს ენა დაბალი სიმკვრივის ენა. ეს ცოტა სპეციფიური ტერმინია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიალექტების შემთხვევაში ძალიან დაბალი გვექნება სიმკვრივე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენობრივი ასე ვთქვათ, ვარიანტი არსებობს და ნორმირებული ენა იმდენად არის აუცილებელი, რომ პროგრამა, რომელიც აანალიზებს ის მხოლოდ ამ ნორმატიული გრამატიკის ფარგლებში ჩვენ ვერ ვასწავლით ახლა ხელოვნურ ინტელექტს ყველა დიალექტის, ასე ვთქვათ, სისტემას, მაშინ ეს იქნება ამ დიალექტისთვის მორგებული, ვთქვათ, კახურისთვის, ქართულურისთვის, ინგილოურისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართული სახელმწიფო ენა არის ნორმირებული ენა, შესაბამისად არც დაბალი სიმკვრივის ენას არ მიეკუთვნება. არც ერთი ეს 4 კომპონენტი არ არის ქართულთან მიმართებაში რელევანტური, გარდა ერთისა, მე ძალიან დიდხანს ვიკვლევდი ამ საკითხს, ძალიან მაწუხებს ზოგადად ქართული ენის სტატუსი და აღმოვაჩინე ერთი რამ, რაც უბრალოდ აი ამ ჩემმა კვლევამ მიჩვენა, არის ის, რომ ჩვენ დღეს გაგვაჩნია ციფრული რესურსები, წარმოიდგინეთ, ქართული ენის ეროვნული კორპუსი, გაგვაჩნია ქართული ენის კორპუსი, გაგვაჩნია ელექტრონული რესურსები, გაგვაჩნია ანალიზისა და სინთეზის პროგრამა, გაგვაჩნია ქართული ენისათვის ჩეკერი, გაგვაჩნია ტექსტიდან გახმოვანების პროგრამა, ანუ text to speech, რასაც ეძახიან და მუშაობთ უკუ პროცესზე. პრაქტიკულად ჩვენ გაგვაჩნია როგორც დიდმონაცემთა ბაზები, აი ტექსტური, ასე ვთქვათ, კორპუსების სახით, ასევე ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ სრულფასოვნად დავნერგოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვლევით სივრცეში და არა მხოლოდ სამომხმარებლო საზოგადოებისათვის საჭირო კომპონენტები შევქმნათ, ისეთი როგორც არის უნარშეზღუდულებისთვის, მაგალითად კომპიუტერული გვერდების, ინტერნეტ გვერდების გამოყენება, იგივე ვთქვათ, ყველაფერი რაც ელექტრონულად შეიძლება გაჩერებებზე ხომ დადის ეს გვიჩვენებს წოდება. ეს ყველაფერი არის სწორედ ამ საზოგადოებაში უკვე შეტანილი და საზოგადოებისათვის ყოველთაო მოხმარების საგანი არის, რომელიც უქმნის კომფორტ საზოგადოებას და მართლაც აი ძალიან რამდენჯერაც ჩამოვდივარ საქართველოში, იმდენჯერ ვხვდები, რომ ერთი ნაბიჯით წინ მივდივართ, უფრო კომფორტული ხდება მოქალაქისათვის, ვთქვათ, ის გარემო სამომხმარებლო დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს ქართული ენის კორპუსი გულისხმობს თუ არა იმას, რომ ჩვენ არ შეიძლება
მივეკუთვნებოდეთ წირ რესურსებიან ენას. ჩვენ რეალურად ეს გაგვაჩნია, ეს რესურსები, რომლის მიხედვითაც ჩვენ არანაირად არ უნდა ვიყოთ მწիր რესურსიანი ენა, მაგრამ ის არ არის ასახული იმ პორტალებზე, იმიტომ რომ მე ვახსენე, თქვათ იგივე ღია მეცნიერების ღრუბელი, არსებობს ვებონარი, უამრავი ასეთი არსებობს ენის რესურსების ევროპული ასოციაცია, რომელმაც სწორედ ასეთი რეპოზიტორები შექმნა, სადაც იტვირთება ყველა ენის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ყველაფერი რაც იქნება ციფრულად, მაშინვე ატვირთონ იქ, ისინი არიან ხილვადი. ჩვენ რაც გვაკლია დღეს, უპირველესი ჩვენი ამოცანა ეს არის რეპრეზენტაციულობა. ჩვენ გაგვაჩნია რესურსები, ჩვენ ნამდვილად ასახვა ციფრულ სამყაროში. აუცილებლად უნდა ავიტანოთ სცენაზე, უნდა დავდოთ ეს, ჩვენ უნდა გამოვფინოთ ეს რესურსები, იმიტომ რომ დღეს არავინ არ ეძებს ასე ქართული ენის თქვათ რაღაც ლექსიკონს იქნება განმარტებითი თუ იქნება ეს თქვათ კორპუსი, სადაც შემიძლია კვლევა ჩავატარო, არამედ ყველა შედის იქ, იმიტომ რომ იქ სტრუქტურირებულად, თემატურად არის ყველაფერი დაალაგებული და ძალიან ადვილი მოსახმარია. პრაქტიკულად ჩვენ ფეხი რასაც ვერ ავუბით, ეს არის ის ფაქტორი, რომ ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით რესურსების შექმნაზე და ძალიან ბევრი სამეცნიერო ჯგუფი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა და ეს ძალიან სწრაფად განხორციელდა ქართული ენის დიგიტალიზაციის და გაციფრულების მთელი ეს პროცესი, მაგრამ ვერ გავიტანეთ ის საერთაშორისო ბაზარზე. მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ასე ვთქვათ დიდი ოჯახია მეცნიერთა, რომელთა მიზანიც გახლავთ ისეთი კონსტრუქტის შექმნა, ცოდნის ისეთი აკუმულირება, ვთქვათ, რაღაცა ერთ მოცემულობაში, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება კვლევის პროცესში, მაგრამ დაგვეხმარება ინფორმაციის მოპოვებაში, ჩვენს მაგივრად ჩაატარებს რაღაც გარკვეულ ოპერაციებს, მაგალითად სისტემატიზაციას, კლასტერიზაციას, გამორჩევას, მაგრამ მეორე მხრივ ის არის ორიენტირებული სწორედ იმ გარემოებაზე, რაც უკვე ვახსენე, ეს არის საზოგადოებისათვის სიკეთის მოტანაზე. და რაში გამოიხატება ეს? პრაქტიკულად ისინი ამბობენ, რომ მწირ რესურსიანი ენა არის ისეთი ენა, რომელსაც რასაკვირველია, არ გააჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ ის ციფრულად დაამუშავო, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიყენოს ის იმისათვის, რომ ახალი მოსაზრებები დადოს, ახალი ჰიპოთეზები, ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნას ამის საფუძველზე. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა ეს რესურსები იყოს ეგრეთ წოდებული ანოტირებული კორპუსების ფორმით. რას ნიშნავს ეს? თითოეულ სიტყვას უნდა ჰქონდეს თავისი გრამატიკული მახასიათებელი მიჩენილი, იმიტომ რომ მან არ იცის თქვათ რა არის არსებითი სახელი, რა არის ზმნა, მარტივად თვითონ ამას ვერ შეძლებს ის, ამიტომ ჩვენ მას ვუმზადებთ ცოდნას, იმ ცოდნას რაც ჩვენ გვაქვს, ვუმზადებთ ცოდნას და მხოლოდ ასეთი ანოტირებული რესურსები არის მისთვის გამოსაყენებელი, რომელსაც დააშენებს ის ახალ რესურსებს. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ორივე დიდი კორპუსი, ქართული ენის ეროვნული კორპუსიც და ქართული ენის კორპუსიც ანოტირებული კორპუსი არის, შესაბამისად არც აქავართ ასე ვთქვათ ჩამორჩენილები პროცესს და მესამე რასაც მოითხოვს ის, რომ არ არის საკმარისი რაოდენობა რესურსებისა, რომელსაც დაატრენინგებენ ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად. აი აქ გვაქვს ჩვენ პრობლემა იმ თვალსაზრისით უკვე სწორედ აი ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ სენტიმენტ ანალიზს, ანუ შინაარსობრივ შეფასებას ვერ ვახერხებთ ჩვენ დღეს პროგრამულ დონეზე, წინადადება დადებითია თუ უარყოფითია. ეს იმას ნიშნავს, რომ წინადადებაში გარდა იმისა, რომ გადმოიცემა აზრი, ეს შეიძლება შეიცავდეს უარყოფით შეფასებას, ან დადებით შეფასებას, ან იყოს ნეიტრალური. აი ასეთი წინადადება რომ მოვიყვანოთ, ჩამობრძანდა ქალბატონი თამარი და შექმნა სრულიად ახალი განზომილება საეთერო სივრცეში, ხო? აი
ეს იქნება დადებითი, ასე ვთქვათ, და პატივისცემის გამომხატველი ის, მაგრამ თუ ჩვენ ქალბატონ თამარს შევცვლით, აი წარმოიდგინეთ, ჩამობრძანდა ქალბატონი ცაგარეშვილი, ნახეთ უცბად შეიცვალა, ხო? უკვე უარყოფითი კონოტაცია შეიძენა. ეს უკვე აღარ არის პატივისცემის გამომხატველი, ეს ჩვენ უნდა ვასწავლოთ ინტელექტს, თუ ჩვენ უნდა განვუსაზღვროთ. იცით რა არის? ძალიან დიდი მონაცემები უნდა გქონდეს ანოტირებული იმისათვის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, თვითონ ისწავლოს ხელოვნურმა ინტელექტმა, თუმცა დახმარება ყველა ვარიანტში დასჭირდება და დასჭირდება რა თვალსაზრისით, თუ მისცემთ წესს. და მეორე პრობლემა რაც აგვაქვს ჩვენ, ეს არის ის, რომ არ გაგვაჩნია სინტაქსური ანალიზატორი. შედარებით მარტივი პრობლემა არის და აქაც უბრალოდ გვჭირდება ერთი მხრივ დაფინანსება და მეორე მხრივ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, როგორც თქვენი საუბრიდან გამომდინარეობს, მაინც კოლოსალური სამუშაო გველის წინ, არა, იმისთვის, რომ თუნდაც ეს მწირ რესურსიანი ენის სტატუსი, რომ როგორმე ჩამოვაშოროთ ჩვენს ენას. ვინ უნდა განახორციელოს ეს? ეს არის სახელმწიფოსი პრეროგატივა აუცილებლად, თუ არის შესაძლებელი, რომ ცალკეულმა სამეცნიერო ჯგუფებმა განახორციელონ ეს საქმე. გარკვეულწილად ეს სახელმწიფოს პრეროგატივად უნდა იქცეს, იმიტომ რომ ქართველმა მეცნიერებმა და არა მხოლოდ ქართველმა მეცნიერებმა მაქსიმალური გააკეთეს კვლევით სფეროში, რომ შექმნილიყო დიდ მონაცემთა ბაზები, რომ შექმნილიყო ტექნოლოგიები. პრაქტიკულად ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ ჩამოვრჩებით განვითარებულ ენებს, რომლებიც ასე კარგად არიან წარმოდგენილი ციფრულ სამყაროში. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვჭირდება წარდგენა რეპრეზენტაციულობის გაზრდა საერთაშორისო მასშტაბით და მეტი ინტერნაციონალიზაცია. რას გულისხმობ ამაში? პრაქტიკულად ქართველოლოგია ვითარდებოდა ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში, როგორც საქართველოში და მოგხსენებათ საბჭოთა კავშირში, ისე ევროპაშიც. ჩვენ არაჩვეულებრივი ევროპელი ქართველოლოგები ყავდა, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ქართული ენის კვლევის თვალსაზრისით, არამედ მის ევროპაში გატანისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპონენტის შენარჩუნება, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ საქართველოში რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ ის არ გავიტანეთ უცხოეთში, შეუძლებელი იქნება ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უფროსი თაობა პრაქტიკულად უკვე გავიდა, სამეცნიერო ასპარეზი დატოვა და ის რამოდენიმე უნივერსიტეტი, სადაც ქართული ენა ისწავლებოდა და მიდიოდა კვლევები, ეს უნივერსიტეტებიც უკვე პრაქტიკულად საშიშროების წინაშე დადგნენ. 25 წელი ვემსახურებოდი ამ საქმეს ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან, იოს გიპერთან ერთად, რომელსაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და ქართული ენის დიგიტალიზაციის პროცესი ინტენსიურად სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიწყო და რასაკვირველია გაგრძელდა საქართველოში და ჩვენ ერთად ვქმნიდით ძალიან ბევრ რესურსს, მაგრამ მე ძალიან მალე მომიწევს უკვე დატოვება ასაკის გამო ფრანკფურტის უნივერსიტეტის და პრაქტიკულად უკვე ჩვენი ფრანკფურტის უნივერსიტეტში ვქონდა მთელი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო აგებული სისტემა, რომელიც ძალიან კარგად ფუნქციონირებდა, ეს იყო საბაკალავრო პროგრამა, ეს იყო სამაგისტრო პროგრამა, ეს იყო სადოქტორო პროგრამა და ძალიან ეფექტურად მუშაობდით საგანმანათლებლო მიმართულებით და არაერთი ახალგაზრდა ქართველოლოგი გაიზარდა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. მაგრამ ძალიან მალე პრაქტიკულად ამის საშუალება უკვე აღარ იქნება ფრანკფურტის უნივერსიტეტში, იმიტომ რომ იქ საბაკალავრო პროგრამა უკვე გაუქმდა, დარჩა მხოლოდ სამაგისტრო და საფრთხის ქვეშ დგება სადოქტორო პროგრამების
შენარჩუნებაც. ეს ძალიან დააზიანებს ზოგადად უცხოეთში ქართველოლოგთა გაზრდას, იმიტომ რომ ჩვენ მეგობარი გვჭირდება, ჩვენ თუნდაც იგივე ჰაინც ფენრიხი, ვინფრიდ ბოედერი, ბერნარუციე, იოსტ გიპერტი და კიდევ სხვები უბრალოდ ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ქართული ენა ყოფილიყო კვლევის არეალში, რომ ის არ გამქრალიყო სამეცნიერო სივრციდან. დღეს თუ ჩვენ არ გავზარდეთ ახალგაზრდა ქართველოლოგები ევროპაში და ამის ერთ-ერთი ძალიან კარგი ადგილი არის სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტი, მაშინ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ და ისევ იზოლაციაში მოხვდეთ, იმიტომ რომ საქართველოდან რაც არ უნდა მოვინდომოთ, იმ რაოდენობით ვერ გავიტანთ ჩვენს მეცნიერულ ცოდნას და ინტეგრაციას ვერ მოვახერხებთ საერთაშორისო თუნდაც ევროპულ სივრცეში, როგორიც ეს შესაძლებელი იყო. იცით რა, მეც მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ჯერ ესეთი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, თქვენ ბრძანდებით დღეს ჩვენი სტუმარი და თქვენი თაოსნობით, რომელიც ამ დიდ საქმეს ემსახურება და ყველა შემომიერთდება ამ პათოსში, რომ დაუშვებელია ასეთი სკოლების ფუნქციონირების შეჩერება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და არ უნდა დაუშვას. ხო? აი თქვენ თუ გაქვთ ამას პროგრამა, წარმოდგენა იმაზე, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ, მოდი ასე ვთქვათ, ქართველოლოგთა აღზრდის პროცესი. სწორედ აი ფრანკფურტის უნივერსიტეტში 2-10 წლეულის განმავლობაში ვცდილობდით ჩვენ და სხვათა შორის არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტი ვინც დაამთავრა, არამედ მაგალითად ჰოლანდიიდან ამას წინათ ჩამოვიდნენ და სადოქტორო დისერტაცია ჩვენთან დაეწეს. ეს იყო უწყვეტი პროცესი და არაერთი კარგი ქართველოლოგი გავზარდეთ. ეხლა მყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იულიანი, რომელიც უკვე 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში, ძალიან კარგად ფლობს ქართულს და მისი ინტერესები მხოლოდ ლინგვისტიკაში არ შემოიფარგლება. ეხლა მაგალითად გრიგოლ რობაქიძის საკითხზე მუშაობს, მის არქივებს იკვლევს უცხოეთშიც და საქართველოშიც. აი ეს ასეთი ადამიანების, ვთქვათ, მომრავლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი გზა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოდან ახალგაზრდა კადრების გაგზავნა. ფრანკფურტის უნივერსიტეტში რატომ ვამბობ, იქ უკვე აწყობილი გვაქვს ჩვენ პრაქტიკულად, იქ ისეთი ინფრასტრუქტურაა, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი დონის ქართველოლოგები ყველა იმ მოთხოვნების გათვალისწინებით დაიხვეწონ, გაიზარდონ, ჩამოყალიბდნენ, კვალიფიკაცია აიმაღლონ. მე აქ მინდა ვახსენო განათლების საერთაშორისო ცენტრი, ქალბატონ ნონუკა მიცკევიც რამდენჯერმე შევხვდიმე და ვესაუბრე და აი პირველი ნაბიჯი გადაიდგა თვალსაზრისით, რომ აი ეხლა ხან სულ ერთი თვეც არ არის გასული, ჩემი ერთი დოქტორანტი, რომელსაც ჩემ ქართულ კოლეგასთან ერთად ხელმძღვანელობდი დარეჯან თვალთაძესთან, წავიყვანეთ ფრანკფურტში როგორც დოქტორანტი. და სტიპენდია სწორედ დააფინანსა, ანუ სტიპენდია გასცა ამ განათლების საერთაშორისო ცენტრმა. პრაქტიკულად არსებობს, ნახეთ, თვითონ ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს და არსებობს ფინანსები ამისათვის. საინტერესო ის არის, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და ერთი სტუდენტის გაშვება, ერთი დოქტორანტის გაშვება. ამ ცენტრს გააჩნია ძალიან კარგი გამოცდილება სისტემური მუშაობის, იმიტომ რომ ის აი პროგრამულად თქვათ ის მუშაობს იტალიასთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან, ძალიან ბევრ ქვეყანასთან, სადაც იქნება პროგრამა და სწორედ მაშინ შეხვედრის დროს შევთავაზე ქალბატონ ნონუკას, რომ იქნება ფრანკფურტის უნივერსიტეტთანაც შეიქმნას ასეთი პროგრამა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ქართული ახალგაზრდა მეცნიერები განსაკუთრებით იცავენ სადოქტორო პროგრამას და მოგეხსენებათ ჭირს პოსტდოკების, ანუ შემდგომი პერიოდის, ასე ვთქვათ, გადალახვა. და აი სწორედ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა, ასე ვთქვათ, შექმნას შესაძლებლობა, რომ საქართველოდან, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები ერთმანეთში უკვე სხვა ურთიერთობებს ამყარებენ. თქვენ მოგეხსენება, თუ კი რაიმე ერთობლივად შეიქმნა, იგივე ბატონ ჰაინცთან, იგივე ვინფრიდ ბოედერთან, აი ეს შეიქმნა ქართველ მათ თანატოლებთან ერთად, სწორედ აი კოლაბორაციის შედეგად, ამ თანამშრომლობის შედეგად, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ერთი თაობა საქართველოდან ერთი მხრივ და მეორე მხრივ ევროპიდან, სწორედ აი ასე ერთად ვითარდება, ერთად ყალიბდება და დღეს პრაქტიკულად ჯგუფური კვლევა არის ის, რაც ფუნქციონირებს, ინდივიდუალური კვლევები ცოტა გადავიდა, ასე ვთქვათ,
უკანა პლანზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ენის საკითხების, ენის მოუვლის შენარჩუნების, გადარჩენის საკითხების გადაცემა თაობიდან თაობას. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ აი ჩემი თაობის შემდეგ ჩვენ გვაქვს ჩავარდნა. ძალიან ცოტა სპეციალისტი ყავს. არიან ძალიან კარგი სპეციალისტები, მაგრამ იმ რაოდენობის უკვე აღარ. და შემდეგ წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა თაობა. მე მინდა გავიხსენო, გასულ წელს ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო სიმპოზიუმი დიგიტალური კავკასიოლოგია პარადიგმების ცვლა, ძალიან დიდი გამოწვევების და ესეთი სათაურის სიმპოზიუმი გახდა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი იყო ჩამოსული და სხვათა შორის ბატონი დონალდ რეიფილდიც ესწრებოდა ამას, ბატონი ბერნარ უწიე და ასე შემდეგ, უფროსი თაობის უკვე ესეთი ჩვენი სახელოვანი ქართველოლოგები უცხოელი და ამ სიმპოზიუმში მთელი ერთი დღე დაუთმეთ ჩვენ ახალგაზრდების გამოსვლას და 11 დოქტორანტი იყო ჩამოსული, არაჩვეულებრივად წარმოადგინა სამეცნიერო, ქართული სამეცნიერო სკოლა და დონალდ რეიფილდს ათქმევინეს შემდეგ აი მომწერა საგანგებოდ რომ ბრილიანტი თაობა მოდის ქართველოლოგიაში და მშვიდად ვარ რომ ნამდვილად პატრონი ეყოლება ქართველოლოგიასო. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ახალგაზრდა თაობა რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს აი ამ კვლევით ასპექტში და უნდა მივცეთ საშუალება რომ მარტო პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ახალგაზრდა თაობას. აქ საჭიროა სტრუქტურირებული, ასე ვთქვათ, მუშაობა იმისათვის რომ შეიქმნას იცით პროგრამული მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტში Volkswagen-ის ფონდის მხარდაჭერით შექმნით დიგიტალური ჰუმანიტარის ცენტრი, ასეთივე ცენტრი შეიქმნა რამოდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც. აი ამათი ამუშავება არის საჭირო იმისათვის რომ მაგრამ დიგიტალურ ვებხისტყაოსანზეც რუსთველოლოგიაზეც ვთქვათ, ერთი-ორი სიტყვა რა ფორმით არის ციფრულ სამყაროში წარმოდგენილი ჩვენი ვებხისტყაოსანი. ასე მეგონა რომ ქართული ეროვნული კორპუსი შექმნა იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და ვთქვი რომ აი როდესაც ეს კორპუსი დაიდება და როდესაც ის უკვე შემოვა ასე ვთქვათ საერთაშორისო მიმოქცევაში ჩემს ასე ვთქვათ ვალს მოხდილა ჩავთვლით ხო და აი 2018 წელს საქართველოს იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და უნივერსიტეტი შეგვეკითხა ეხლა კავკასიოლოგიის განყოფილება გვაქვს იქ და თქვენო რამეს ხომ არ აპირებთ აი რა შეგიძლიათ რითი შეგიძლიათ უნივერსიტეტი წარმოაჩინოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მაშინ როდესაც საქართველოს არის სტუმარი ქვეყანა. და მაშინ ვიფიქრე რომ შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ვებხისტყაოსანი წაგვეკითხა რამოდენიმე ენაზე. აი ჩაუჭეკით ამ საკითხს და 50 ენაზე წავიკითხეთ ფრაგმენტები. ეს იყო ლიტერატურული მარათონი. ვერ წარმოიდგენთ რა ეფექტი ჰქონდა მე თვითონ რომელმაც ეს კონცეფცია შევქმნი, აი გაოცებული ვიდექი და ვუსმენდი აი ამ საოცარ ქმნილებას სხვადასხვა ენაზე და მოგეხსენებათ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ესედაც მრავალენობრივი გარემო არის, საოცარი რეაქცია გამოიწვია და საოცარი ასე ვთქვათ დაინტერესება. აი იქიდან გამიჩნდა იდეა რომ ეს არ შეიძლება მხოლოდ ლიტერატურული მარათონის სახით დარჩეს, რატომ არ შევქმნათ ციფრული კორპუსი ვებხისტყაოსნის თვითონ ორიგინალი ტექსტის და მისი თარგმანების და აი 2019 წლიდან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. პირველის ყოვლისა გავხსენით რუსთაველის კაბინეტი, შევაგროვეთ მთელი ეს ლიტერატურა, გამოცემული წიგნები, დავიწყეთ მათი გაციფრება და სხვათა შორის იმდენი სტუდენტი ჩაერთო და დღეს პრაქტიკულად ძალიან ბევრი საკურსო თემა დაიწერა, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი და 3 სადოქტორო ნაშრომი შეიქმნა სწორედ აი დიგიტალური რუსთველოლოგიის მიმართულებით. ეს არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომ დღეს ჩვენ რუსთაველი გავიტანოთ არა როგორც ქართული ლიტერატურული ჩვენი მემკვიდრეობის მწვერვალი, არამედ როგორც საერთაშორისო მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილება, მით უმეტეს იგი იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების რეესტრში არის შესული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იქ მაგალითად 3 ინგლისური თარგმანი გაციფრებული, 3 გერმანული, 3 ესპანური, 2 სომხური, 25 ენაზე, 28
18 თარგმანი გვაქვს უკვე ჩადებული. ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა შესაძლებლობას უქმნის მკვლევარს ერთი მხრივ, მაგრამ არა მხოლოდ მკვლევარს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შევქმნით ქართული დიასპორებისათვის ჩემი რუსთაველი ასეთი პორტალი, სადაც 6 ენაზე ჩავდეთ დაპარალელებული ქართული და გერმანული, ქართული, ესპანური, ქართული, ბერძნული და ასე შემდეგ. ძალიან დიდი რესურსია ეს, აი ამოუწურავი რესურსია, მე არ ვიცი, ჩვენ დავიწყეთ ამის გაკეთება და ალბათ 10 წლეულები კიდევ თაობები. ეს სწორედ ციფრული ტექნოლოგიები არის, მე მგონი იმის საშუალება, რომ რუსთაველს ფრთების გაშლის ახალი სიცოცხლე შეიძლება შევძინოთ ჩვენ ვეფხისტყაოსანს და რუსთაველის სახელი უფრო აქტიურად გავიტანოთ უცხოეთში. რისი ნამდვილად ღირსიც არის 25 წელი მომიწია უცხოეთში ცხოვრება და გულწრფელად გეტყვით ეს არ არის მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვარ. ჩვენ ისეთი საგანძური გაგვაჩნია, რომელიც არ შეიძლება რომ არ გავიტანოთ, არ ვიამაყოთ ამით და არ ვაზიაროთ ის ადამიანებიც აი ამ საოცარ ნაწარმოებს, იმიტომ რომ იქ არის ისეთი ფუნდამენტური საკითხები ჩადებული, ისეთი ფუნდამენტური ცნებები ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, რომელიც დღესაც აქტუალურია, დღესაც შეიძლება ჩვენი გზამკვლევი იყოს, განსაკუთრებით ასეთ რთულ სიტუაციაში, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა დღეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი პროექტია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პენსიაში გასulis შემდეგაც გავაგრძელებ ამ პროექტში მუშაობას. და შესაბამისად და რაც თავია ახალგაზრდა თაობა დაინტერესდება უკვე სხვაგვარად ვეფხისტყაოსნითაც და ზოგადად ქართული ციფრული სამყაროს შექმნის სტიმული მიეცემათ, იმიტომ რომ ამის საშუალებას იძლევა ვეფხისტყაოსანი. არ მინდა ისე დავასრულო ეს გადაცემა, რომ ახალ მიმართულებაზე, შედარებით ახალ მიმართულებაზე, პოლიტიკურ ლინგვისტიკაზე არ დაგისვათ შეკითხვა, რა არის ეს. და აქვე ენა როგორც მანიპულირების იარაღი, ეს ერთი და მეორე სიძულვილის ენის ენერგეტიკა. პოლიტიკური ლინგვისტიკა ბოლო პერიოდში, ბოლო რამოდენიმე 10 წლეულის განმავლობაში განვითარდა როგორც დამოუკიდებელი დარგი და იგი სწავლობს ენობრივ ქცევას პოლიტიკაში. იმიტომ რომ ენა საკომუნიკაციო საშუალება, მაგრამ ის ამავე დროს სწორედ მანიპულირების ძალიან ძლიერი იარაღია, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ფლობენ ენის მანიპულირების საშუალებებს, ისინი ძალიან ეფექტურად იყენებენ, კარგად თუ ცუდად სხვა საკითხი, მაგრამ ძალიან ეფექტურად იყენებენ ამ საშუალებებს და შესაბამისად ჩვენ მით უმეტეს დღევანდელ მოცემულობაში ძალიან გვაინტერესებს ჩვენი ქართული პოლიტიკური მეტყველების თავისებურებები რა არის. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკას არ ვეხებით, ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკოსის ენობრივი ქცევა, რა მეთოდებს ხმარობს ის, რა საშუალებებს და რამდენად ეფექტური არის მის მიერ გამოყენებული ეს საშუალებები, ვადარებთ შემდეგ იმ პოლიტიკურ პროცესებს, ანუ რა მოიტანა ამ საშუალებების გამოყენებამ. რამოდენიმე ძალიან ესეთი ჩაღრმავებული კვლევა განვახორციელეთ და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე, პირველად დასკვნებამდე მივედით, რომ განსხვავდება პოზიციის მეტყველება ოპოზიციის წარმომადგენლების მეტყველებისაგან და ეს აშკარად თვლადია, სტატისტიკურად დათვლადი არის, ეს არ არის ჩვენი შეფასება, რასაკვირველია. აქ არის თქვათ განსხვავებები არგუმენტაციული სტრუქტურების გამოყენებაში, აქ არის განსხვავებები თვითონ ხშირად გამოყენებული სიტყვები, თქვათ რომელ სიტყვებს ხმარობენ, აქ არის თუნდაც მე ნაცვალსახელის გამოყენების სიხშირე, იმიტომ რომ მე ვხმარობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხაზი მინდა გავუსვა ჩემს საზრებას, თორე ისე ქართული არ საჭიროებს ამ ნაცვალსახელის გამოყენებას. მაგრამ რამაც ძალიან სხვათა შორის გენდერის საკითხი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენი გამოკვლევების მიხედვით მამაკაცი პოლიტიკოსები სხვა სტრატეგიებს იყენებენ ვიდრე ქალი პოლიტიკოსები და შეიძლება არ მოსწონთ, როდესაც გენდერის საკითხს რთავ ხოლმე ასეთი მიმართულებით, მაგრამ აშკარად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ჩვენ უფრო დიდი მასშტაბური კვლევა გვაქვს დაგეგმილი ამის საკვლევად, რომ ეს მხოლოდ მცირე ბაზაზე მოხდა ამ კვლევის ეს წინასწარი მოსაზრებებია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და დღეს რაზედაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის სიძულვილის ენის გამოყენება.
ვერ წარმოიდგენთ სტატისტიკურად, როდესაც ვანგარიშობთ, ეს რამხელა მოცულობის არის დღევანდელ პოლიტიკურ მეტყველებაში. ხა ჩვენ ამას ვისმენთ და ვიაზრებთ და ვიცით, რომ ძალიან მოხშირდა სიძულვილის ენის გამოყენება, მაგრამ სტატისტიკა არის უბრალოდ შემაძრწუნებელი. ამას წინათ რაღაც Facebook-ში რაღაც გაჩნდა პოსტი და შემდეგ ამისი დაკომენტარება მიდიოდა და ამოვიღეთ ეს მონაკვეთი, იმიტომ რომ ეს ერთი ადამიანის მიმართ იყო განხორციელებული ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ სოციალურ ჯგუფს რაღაცა აერთიანებდა. ვერ წარმოიდგენთ 15% ტექსტის შეიცავს უკიდურესად მაღალი ხარისხის სიძულვილის ენას, იმიტომ რომ სიძულვილის ენაში შეიძლება გრადაციების გამოყოფა, არის ცოტა ესეთი არაკორექტული გამოთქმა, არის კიდევ ცოტა უფრო შეურაცხყოფელი სიტყვის გამოყენება, მერე მოდის უკვე მძაფრი, აქ არის გინების ფორმულები, აქ არის წყევლის ფორმულები გამოყენებული. საოცრება ხდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოება ასეთ კვლევებსაც გაეცნოს და ამაზე ჩვენ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ისე მივეჩვიეთ მეტყველების ამ მანერას, რომ ვერც კი ვგრძნობთ, რომ იცით ადამიანები როებნები, რომ სიძულვილის ენა გაქვს გამოყენებულიო, გეკითხება, ვაიმე, როდის გამოვიყენეო. ვერც კი აღვიქვამთ, იცით, ყოველდღიურობა ნორმა გახდა ეს და არაფრით არ შეიძლება. ქართული ენა არ იმსახურებს იმას, რომ ჩვენ 15%-ით გძულდეს ენობრივად ერთმანეთი. ამიტომ ეს ძალიან მძიმე თემაა და იმედია, რომ ამასაც მოევლება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით 10 წლეულების მანძილზე. ასევე მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და იმედი მაქვს, რომ ყველა ის ამოცანა, რაც თქვენ დასახეთ, შესრულდება არა მხოლოდ თითოეული მოქალაქისგან და მეცნიერისგან, არამედ ჩვენი სახელმწიფოსგან. მადლობა. დიდი მადლობა. კარგად წამდებოდეთ.